დანაშაულის, თქვენს მოჩალებული დანაშაულის, რომელთანაც მე ვარ კავშირში, როცა დაკავებულს გელაბასილების ოთახში რამდენჯერმე შემოვარდით, მაგინეთ, მახუთხეთ, თქვენს თანამშრომლებს ჩიაჩოგადეს წყლის მოწოდება უკრძალეთ, შემდეგ არის სლავე ხალხის ხაბადები გეკითხებათ. არის რუბლზე, ოთახში ვინც იყო, მგონი ერთი ანა მახარაძე იყო კიდე, შემდეგ თქვენ თანამშრომლებს კითხები დავსვათ პასუხობრივი გამოკითებათ მინაობა. ან კითხილები დავსვათ ხალხს, მაგრამ მაშინ როცა თანამშრომელი ის მიწოდებას ვერ გვიდავს, როცა გძალებს, ის შემდეგ ჩვენების მიცემასაც ვერ შეგვიძლია, ხო? და ზუმზე ჩამდგარი, ბერეფანში ყოფებისთვის და ოთახში ყოფებს აუწყდარი ჩემს საფეხბურთოში დაბალანს კი. ეს დანაშაული გამოვლით შეიძლება ამ დანაშაულის კვალიფიცირება. მართლა მაინტერესებს არაერთი თქვენი ვერსია მოვისმინე, რომ საფეხბურთოში არ გამიყვანეს. თქვენ არ გითხართ პოლიციაში საფეხბურთოში გაყვანილი? მე ვსაუბრობ კონკრეტულ ფაქტს. იყავით თუ არ იყავით? და მეუბნების 3 საათის შემდეგ, როდესაც 2-3 საათის შემდეგ მე ვფიქრობ, აი ეს ისტორია. მე ცოტა სხვა ინფორმაცია მქონდა შემდეგ. თქვენ იყავით საფეხბურთოში თუ არ ყოფილხართ პოლიციის შენობებში? ხალი გაიგეთ თუ არ გიგებთ? მე არც ერთი ჩემი თანამშრომლისთვის თქვენთან მიმართებაში საერთოდ დავალება არ გამიცი. ეს ერთი. მეორე ტუალეტთან თქვენთან აი ადვოკატებთან დაკავშირებით იყო შეკითხვა, ხო? როგორც ვიცი, თქვენი უფლებადამცველიც იყო შემოსული. თუ არ ვიცი, ისა და უსაკითხია, ხო? 2 საათში იყო თუ 3 საათში იყო. არ ვიცი, მაგრამ ხო იყო ფაქტია შემოსული. მოუხევით აღნიშნული ფაქტის შესახებ თქვენს უფლებადამცველს? რა მოახდინა რეაგირება გამაგებინეთ, თუ სახი არ დავაბანინეთ ამ ადამიანს ტუალეტში ავყოლია და ვაწამეთ და ასე ვქენით და ასე ვქენით, მხოლოდ მესამე დღეს რატო გახდა ჩემთვის ცნობილი აღნიშნული ფაქტის შესახებ, მას შემდეგ რაც ალბათ მზიას პატიმრობა შეუყვარდეს. არ ვიცით სახელმწიფოს ანალიზი თავისუფლებში. არ ვიცი, ნუ ყოველ შემთხვევაში ჩემამდე მესამე დღეს გახდა ცნობილი ტელევიზიით გახდა ჩემთვის ცნობილი მესამე დღეს ისიც იქაც დამახინჯებული რაღაცა ვერსიები და სხვადასხვა ვერსიები. ზია ამაღლობელმა პოლიციის მხრიდან მხოლოდ სამართლებრივი რაც კანონის ჩარჩოებში ჯდება ის ქმედებები მიიღო. სხვა დანარჩენი ცალსახად გეუბნებით, რომ მის უფლებებს ჩვენი მხრიდან დაგევა არ